Kurieri პირდაპირ ეთერში ბრუნდება იუსტიციის რეგიონული მართვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ჯანდაცვა და დიპლომატიური მისიები. ამ სიის სათავეში ბაინდურაშვილის უწყება მოექცა. სწორედ ფინანსთა სამინისტროდან იწყებს კონტროლის პალატა სახელმწიფო სტრუქტურების შემოწმებას. პირველად დაარსების დღიდან მთავარი მაკონტროლებელი ორგანო საზოგადოებრივ მაუწყებელსაც შეამოწმებს. კონტროლის პალატა ამიერიდან სახელმწიფო სტრუქტურებს წინასწარ გაწერილი გეგმით შეამოწმებს. ლევან ბეჟაშვილმა მედიას უკვე მიაწოდა იმ საბიუჯეტო უწყებების სია, სადაც კონტროლის პალატა 2010 წლიდან შევა. ერთ-ერთი პირველი ამ სიაში ფინანსთა სამინისტროა. საბიუჯეტო კოდექსის დაწერისათვის დახარჯული აქვს 180,000 აშშ დოლარი. ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რატომ მოხდა ასეთი დიდი თანხების დახარჯვა. რაში დაიხარჯა 180 მილიონი, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ოფიციალური განმარტებების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს. კონტროლის პალატას ბაინდურაშვილის უწყების გარდა შეკითხვები დახარჯული 70 მილიონი ლარის თაობაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც აქვს. აუდიტის მოწვევა ხდებოდა რეგულარულად. ტელევიზია სახელმწიფო მარტო ბოლო 3 წლის განმავლობაში 70 მილიონზე მეტი ლარით დააფინანსა. სწორედ ამ პერიოდით დაინტერესდება კონტროლის პალატა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მისი დაარსების დღიდან სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო დღემდე არ შესულა. მე არ ვიცი რა დარღვევებს აღმოაჩენენ, მაგრამ თუ არის ასეთ დარღვევებს თუ ქონდა ადგილი წინა წლებში ხელმძღვანელობის მხრიდან, რა თქმა უნდა ეს უნდა დაფიქსირდეს. რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯა დიპლომატიურ მისიებში სახელმწიფო თანხები 2010 წლის შემოწმების შემდეგ გაირკვევა. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი თანხები სწორედ საელჩოებისა და მისიების დაფინანსებას ხმარდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში შემოწმება საელჩოებში როგორც ასეთი არ განხორციელებულა, შესაბამისად აუცილებელია, რომ გარე კონტროლის მექანიზმი არსებობდეს. ბეჟაშვილის უწყება პირველ ეტაპზე უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებით დაინტერესდება. საათვართ რომ მივიღოთ კონტროლის პალატა და ინფორმაცია გავატანოთ. სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგისთვის მზად არის ჯანდაცვის უწყებაც. მომავალ წელს სისტემაში ამბულატორიული მომსახურების, ურგენტული პროგრამებისა და აღჭურვა რეაბილიტაციის ხარჯები გადამოწმდება. ეჭვმეპარება იმაში, რომ რამე განსაკუთრებული დარღვევები გქონდეს, მაგრამ კონტროლის პალატა შეამოწმებს და დადებს თავის დასკვანს. კონტროლის პალატამ შესამოწმებელი უწყებები სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დიდი დაფინანსების მიხედვით შეარჩია. 2010 წლიდან მეტი საჯაროობისთვის კონტროლის პალატა რევიზიის პროცესში უცხოური აუდიტორულ კომპანიების მოწვევასაც გეგმავს.